გეოპოლიტიკა და გეოპოლიტიკურ პრიზმაში ყველაფრის განხილვა გადაიქცა ერთგვარ საბაბად, შანტაჟად, ხო, ხელისუფლებისთვის, რომ ადამიანები პირიქით გააშეშოს და მოუწოდოს, რომ მაქსიმალურად არ გაინძრენ და არანაირი პოლიტიკური ინიციატივა არ გამოიჩინონ, ხო? და შანტაჟს იმიტომ რომ თუ ზედმეტს გაიმოძრავებენ ჩამოიქცევა ხო ეს ჭერი და დაგეცემათ ბომბები თავზე ხო ამაზე ადრეც მე მგონი გელაპარაკია ხო ну რა თქმა უნდა ეს გეოპოლიტიკა უმნიშვნელოვანესია და ხო სულ მაგას ვამბობთ რომ როგორ საჭიროა რომ მართლაც და უფრო კომპლექსურად გავიაზროთ რა რთულ გლობალურ და რეგიონულ მოცემულობაში ვიმყოფებით ამ ხელა მართლა როგორც იტყვიან ტურბულენტურ იმაში ხო ნუ ეპოქაში და რომ ბევრად მეტი გვჭირდება ვიდრე ეს მარტო ევროპას სახელი და რაღაცა ნუ თქვათ რასაც მიჩვეულები ვართ იგივე ოპოზიციური სპექტრისგან ძალიან ცეთ სწორხაზოვან იმებს ხო რეცეპტებს ხო მაგრამ სხვა რაღაცა არის როგორ ახდენს ოცნება და შანტაჟებას ხო ადამიანების აი გეოპოლიტიკის საკითხით და რასაც ვამჩნევთ ალბათ ხო განსაკუთრებით ბოლო ერთი წელი განსაკუთრებული სიმწვავით არის რომ ყველანაირი პროპაგანდისტული მედიიდან იქნება ეს დიდი ტელევიზიები თუ რაღაცა ალტერნატიული წყაროები რომლებიც თქვა ან YouTube-ზე ან რაღაცა სხვა სოციქსელებშია და ასე შემდეგ და ყველანაირი ტიპის პუბლიკას და გემოვნებას რომ დააკმაყოფილებდეს ხო ისე ხდება თელი ჩვენი ასე ვთქვათ გასაჭირის გადატანა რაღაცა ძალიან ისეთ ფართო გეოპოლიტიკურ სიფრთხეზე ხო აი რაღაცა დიდი სურათი რომ დაგანახოს ჩიტის გადაფრენის პერსპექტივიდან ხო რომ ამით ხდება ფაქტობრივად ჩანაცვლება და დაიგნორება იმ უძირეულესი პრობლემის რაც გვიდგას ხო დემოკრატიის სრული მოსპობა ხო რომელიც ეხლა თლად საერთოდ კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით ხორციელდება ხო და აქ ანუ რასაც ვამჩნევ არის რომ როგორც ანუ ოცნების ხარდამჭერ თუ ირიბად ხარდამჭერ თუ ოცნების ხაზის გამტარებელ თქვა პროპაგანდისტებს თუ ანალიტიკოსებს შორის მაგრამ ასევე თქვა იგივე ჩვენ მხარეს ხო ანუ ვინცაც პრეტენზია აქვს რომ რაღაცას მართლა კრიტიკულად იაზრებს ძალიან ხშირად აი ამ გეოპოლიტიკაზე მსჯელობა მაინც რაღაც სერიოზულ დანაკლისს შეიცავს ხოლმე ხო ანუ ერთი არის თქვა რომ აი მრავალპოლუსიანობაზე რო არის ხოლმე საუბარი გასაგებია რომ თქვა ეკონომიკურად დივერსიფიკაცია გვჭირდება და აუცილებელია და ეს მოცემულობაც არის ხო და ბევრი მიმართულებით კავშირების დამყარება, შენარჩუნება, გაღრმავება და ასე შემდეგ, მაგრამ ხანდახან აი ამითი ამოიწურება ხოლმე ყველაფერი, ნუ მეორე ამბავია უსაფრთხოების ჭრილში მრავალპოლუსიანობა, ხო, რო თქვა დამთავრდა ამერიკის ერთპოლუსიანი ჰეგემონია, რუსეთი გააქტიურდა, ამიტომ თქვა ჩვენც მეტი საფრთხის ქვეშ ვართ, რომ რაღაცა თქვა თუნდაც მეტი მიმოძრავეთ რაღაცას ხელს შემოგვიბრუნებს და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ ორი ჭრილის მიღმა საერთოდ აღარ არის ხოლმე საუბარი იმაზე მრავალპოლუსიანობა რას ნიშნავს წმინდად პოლიტიკურ დონეზე ხო და როგორ არის ეს ყველაზე საყვარელი სიტყვა მსოფლიოს ყველა ავტორიტარი ხელისუფლების ხო დაწყებული ჩინეთიდან დამთავრებული რუსეთით აზერბაიჯანით და თურქეთით და რა ვიცი მე რომ სადაც გინდა იყოს ხო ეს ავტორიტარული მმართველობა ხო რაც ნიშნავს ხოლმე ამ მმართველობების ხელში და მათ შორის ოცნების პირიდანაც ხო სუვერენულობაზე რო ასაუბარი და ასე შემდეგ რომ ყველა ძალას გინდა დიდს გინდა უფრო რეგიონულს გინდა თქვა საქართველოსთან პატარა ქვეყანას უნდა კონდეს იმის სუვერენული უფლება რომ აკეთოს თავის პოსტანში რაც მოესურვება და ადამიანის უფლებები დემოკრატია რაღაცეები არის დასავლური იმპორტი რომელიც ნუ ეხლა მით უმეტეს რო ეს მრავალპოლუსიანობა რო დგება და ჩვენც რომ უნდა გადავეწყოთ ასე ვთქვათ ამ დიდი გადალაგების პროცესში ეს დემოკრატიაც იდეაში შეგვიძლია მივაყოლოთ ამ ყველაფერს ხო და ამისი ან პირდაპირ გაправება ხდება ან უბრალოდ დაიგნორება ხდება ამ საკითხის ხო და ძალიან მიკვირს ხოლმე ხანდახან რომ ამას ვაწყდებით არა მარტო პროპაგანდისტებისგან არამედ მათ შორის სწორედ იმათგან ვინც ჩვენი თანამოაზრე არის ხოლმე არასაკმარისი სიცხადეა ხოლმე აი მაინც რატო ვიბძვით იგივე დღეს ხო და რატო არის რომ რაც არ უნდა თქვა დაგვიქვამდეთ იმას თუ რა რთული მოცემულობაა ხო
რატო ჩვენ არ შეშდებით, ხო? რატო მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გვეშინია, ხო? ის ხო ვის არ ეშინია, ის ხო მარტო ოცნების სამორჩეულოს ხო არ ეშინია, მაგრამ რატო არის, რომ ჩვენ ამისთან მიუხედავად, ასე ვთქვათ, რა ვიცი, რისკავს თუ რაც კიდე ის დაარქვი, ხო? რომ აი ამდენს ფაფხურობთ, ხო? ეს ბოლო დღეებია. თავარი კითხვა ალბათ ეგ არის. ხო, იმიტომ რომ თურმე აღმოჩნდა, რომ ეს დემოკრატია რაღაცნაირად გვეძვირფასება, ხო? რას გულისხმობ დემოკრატიაში ცალკე ამბავია, ხო? ეს იქნება აი რაც გქონდა აქამდე ეს რომ ძალიან არასრულყოფილი ლიბერალური დემოკრატიის რაღაცა ფორმა, რომელიც ფაქტობრივად ბოლომდე მოთხარეს, ხო? თუ თქვა დემოკრატია აი იმ რაღაცა საზოგადოებრივი თვითორგანიზების სახით, რომელსაც ახლა ვუყურებთ და საიდანაც შეიძლება კიდე რაღაც საერთოდ სხვა ფორმა დაიბადოს, ხო? ანუ ეს ცალკე საკითხი არის, ხო? მაგრამ ის რომ დემოკრატია გვინდა რაღაცნაირად გამოჩნდა, რომ ეს არ არის რაღაცა, რაც ექვემდებარება ესე ვაჭრობას და იმის მიხედვით გადაწყვეტას ან გადმოწყვეტას, თქვა ახლა იქით ჩინეთი უფრო გაძლიერდა თუ აქეთ ამერიკა უფრო გამოძლიერდა, ხო? და ის რომ ეს არის ორგანული მოთხოვნილება აქ და ახლა ჩვენშივე არსებული და ჩვენვიერ ნასურვები, ასე ვთქვათ, ხო? და არა რაღაცა, რაც უბრალოდ გარეგანი იმპორტი არის, ხო? ეს მგონია, რომ არ არის ხოლმე საკმარისად ხაზგასმული.